მაგრამ ხო მეტი და ამხელა ინფორმაცია, ამხელა გამოცდილება, მაგრამ სიტყვა, მაგრამ საქმე ხო და აი ეს არის და ამიტომაც ახლა ბოროტიც როგორ მუშაობს, ხო გიორგი, რომ მანდამაინც ნეგატივისკენ დაანახებს ადამიანს, კი შეიძლება 10-დან 8 კარგი დადებითვისება კონდეს, მაგრამ ის ორი რომ არის, ეს ორი სამწუხაროდ ის იმდენად ყვირის, ასე ვთქვათ, და იმდენად გამოიკვეთება ის შავი ლაქა თეთრის ფონზე, რომ აი სუ თეთრი რო ეცვას ადამიანს და ორი შავი ლაქა კონდეს, აი ის უკვე გააჩნია ვისთვის, კიდე მით უმეტეს სასულიერო პირისთვის. ხო და ეხლა ბოროტი მუშაობს ადამიანზე, რომ აი იმას შეხედე, აი ის რატოა ეს და ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასაერად როგორც პავლე მოციქული ამბობს, ხო, მობაძავ ჩემ დაიყვენით ვითარცამე ქრისტესა, ხო, აი ჩვენც ალბათ ბოლომდე გვაკლია ქრისტეს მიბაძვა, ქრისტეს მიერი მწყემსი, ქრისტეს მიერი ასე ვთქვათ სიყვარული, რომ აი უფალი როგორც 100-დან 99 წლებს და იმერთი საძებნელად მიდის, აი უძღებიშვილის მამა, ხო, თუ მამობაზე და მშობლობაზეა საუბარი, როგორ ელოდება, როგორ ლოცულობს, როგორ ტკივა და როგორ სიყვარული დღებულობს. ალბათ ესეც არის გარკვეული დაბრკოლება, რომ ვინც ის მავანი, თქვათ, ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანი რაღაცაირად ეჭვობს, რომ იქნებ არ მიმიღონ. ხომ არის ესეთი თქვათ, განცდა ქონები, რომ ეხლა რომ მივიდე ეკლესიაში, იქ გამიბრაზდებიან, გამაგდებენ, თქვათ, რაღაცას იქ პირიქით ტკივილს დამძრახავენ თუ პირიქით სიყვარულით მიიღებენ. ამიტომაც რაღაცაირად ეს უნდა ვაგრძნობინეთ, რომ არა, შენ არ ხარ ასე ვთქვათ, უცხო ჩვენთვის. შენ არ ხარ მოკვეთილი. შენ სხვა არა ხარ. შენ ვთქვათ, მტკივნეული ნაწილი ხარ, ამ წუთში დაავადებული ნაწილი ხარ, მაგრამ ჩვენი სისხლი და ხორცი ხარ. ჩვენი ხარ, ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის სისხლი და ხორცი ხარ. აი ამას თუ ვაგრძნობინეთ და გადავცემთ ნებისმიერ ადამიანს, არ არსებობს ეს სიყვარული, ეს თანაგრძნობა აუცილებლად გაარღვევს ყინულს. აუცილებლად გაათბობს გულს, მაგრამ რაღაცაირად ჩვენ თითქოს აი მარტივად ვჭრით პრობლემას რა. გავიდა და მოიკვეთოს და ხო ეს არ არის, მე ვფიქრობ, თლად გამართლებული და ჯანსაღი გამოსავალი. ახლა კი არის, თქვათ, გამონაკლის შემთხვევები, თქვათ, ეკლესიის ისტორიაში, რომ თუ ადამიანი, თქვათ, თლად წარიწმიდავს საკუთარ თავს, თვითონ, თქვათ, თავისთავად თვითონ მოიკვეთს, მაგრამ ეს სატირალია და არა, თქვათ, რაღაცა სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა, უმეტესობა ხომ აქამდე არ მისულა და არის შანსი და არის პოტენცია და არის ადამიანში ეს ნათელი წერტილი და ბევრი მოქცეული გვინახავს, ბევრი მონანული გვინახავს, ბევრი რომელიც განიცდის და ხვდება რომ ის რა აზრებიც მას ჰქონდა დაბრკოლება ეს წარმოშობილი და ინსპირირებული იყო მესამე ძალის მიერ. ვიღაცის მიერ შემოტანილი, ასე ვთქვათ, ეს რაღაცა არაჯანსაღი და მავნე თემა, საკითხი, რომელმაც უბრალოდ ცეცხლზე ნავთი დაასხა შემდეგ და ხვდება ეს ადამიანი და მოდის რომ კი თავისთავად რაღაც მიზეზი იყო, მაგრამ ჩვენ ეს მიზეზი კი არ უნდა გაგვერღვევებინა და კი არ უნდა ვთქვათ ეს იარა კი არ უნდა გაგვეხსნა, პირიქით უნდა გვემკურნალა და გვემკურნალა ერთად. ხო და აი აქ გვინდა რომ საერთო ხედვა ყველას აქ შეიკრიბოს რომ სამკურნალოდ და არა განსაკიქებლად, და არა განსაკითხად, და არა გასაღრმავებლად, და არა მოსაკვეთად, არც ადამიანმა არ უნდა განაყენოს ეკლესია და სასულიერო პირი და პირიქითაც, უფრო მეტად, არც სასულიერო პირმა და ეკლესიამ არ უნდა მოიკვეთოს და განაყენოს ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენი ნაწილია უძღები შვილია, ხო და რაღაცაირად აი ეს მე ვფიქრობ, რომ თქვენი კითხვის პასუხად ეს მეტი თანაგრძნობა, მეტი სიყვარული, მეტი მისვლა, მეტი გახსნა და მეტი მობიერება და სიყვარული, რომ ჩვენ რაღაცაირად მარტო მსაჯულების როლში რო არ ვიყოთ. მარტო მსაჯულების და მარტო კანონების როლში რო არ ვიყოთ, რომ აი მოდის ადამიანი თქვა და აი შენ ესე თუ არა და ხო ის ადამიანი ისედაც დაცემულა, ისედაც ცოდვილია და იმას კიდე ხელა კანონი დაადო ზემოდან თქვა